მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით საზოგადოებას. ტრადიციულად ვიდრე სამუშაო რეჟიმზე გადავალთ რამდენიმე თემას შევეხები. მანამდე პირველ რიგში ბატონ მამკა მდინარეძეს მიულოცავთ თანამდებობის დაკავებას. ეს პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას. მე კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობას. ბუნებრივია, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სტრუქტურების გამართული მუშაობა, მათი საერთო კოორდინაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და ვიცე-პრემიერის თანამდებობა და პიროვნულად ბატონ მამკა მდინარეძე განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. მას მინდა განსაკუთრებული წარმატებები უსურვო, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ მამკა მდინარეძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობისთვის, ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის კიდევ ერთხელ წარმატებებს უსურვებ ბატონ მამკა მდინარეძეს. ასევე პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი სულხან თამაზაშვილი. მასაც მინდა წარმატებები უსურვო. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მისი ძალიან წარმატებული საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, სადაც ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და მას წარმატებებს ვისურვებ ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოზიციაზე. ასევე კიდევ ერთხელ მიულოცავ ბატონ სურაბატარაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას და ბატონ გეკა გელაძეს, ჩვენს კოლეგას ულოცავ სახელმწიფო საფრთხეების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებას. ყველას გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში. მე მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ დაკავებული იქნა ძალოვანი სტრუქტურების 5 წარმომადგენელი, რომლებსაც ბრალად ედებათ კონკრეტულ პირებზე ძალადობაში, ბრალი ედებათ ძალადობაში, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალადობრივი მიტინგების მიმდინარეობისას. ამ ფაქტმაც დაადასტურა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიცია ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით, მაშინაც, როდესაც სახელმწიფოს უწევს დაუპირისპირდეს კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ძალადობრივ მცდელობებს და ეს ხელწერა კიდევ ერთხელ მაჩვენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელწერის სტანდარტის დასაცავად, დაუშველი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა და სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულება იყო გუშინდელი ფაქტი, შესაბამისი პირების დაკავება, როდესაც ხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება. ასევე მე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავხდი მადლობას ყველა სამართალდამცავ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციას, განსაკუთრებულ დავლებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, ასევე სახელმწიფო საფრთხეების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ყველა შესაბამის უწყებას და შესაბამის თანამშრომლებს, რომლებაც 2022-25 წლებში წარმატებით აღკვეთეს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 ძალადობრივი მცდელობა. შეგახსენებთ, რომ 4 წლის განმავლობაში ასეთი მცდელობა იყო 5, აქედან 4 იყო ძალადობრივი. პირველ რიგში სწორედ სამართალდამცავი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურება ის, რომ ჩვენ ეს 4 ძალადობრივი მცდელობა წარმატებით აღკვეთეთ და კიდევ ერთხელ მადლობა ეკუთვნის, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სტრუქტურების თითოეულ თანამშრომლებს, მადლობა მათ და ყველას უსურვებ, რა თქმა უნდა, წარმატებებს. ბუნებრივია, სახელმწიფო მომავალშიც მაქსიმალურად იზრუნებს სამართალდამცავი ორგანოების ღირსების დაცვაზე და თანამშრომლების პირობების მუდმივ გაუმჯობესებას. შემდეგ თემაზე გადავალთ, მთავრობის გადაწყვეტილებით იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს დიპლომატიის აკადემია. მე მინდა პირველ რიგში აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები დღეს არსებითად ვერ უზრუნველყოფენ მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების სათანადოდ გადაცემას. საქართველოს დიპლომატიის აკადემია მოამზადებს კვალიფიციურ კადრებს, მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის. უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში. თქვენ იცით, რომ წარმატებით ფუნქციონირებს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ასეთი უწყებრივი დაქვემდებარებით, ეს არის მაგალითად საქართველოს თავდაცვის აკადემია,
ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ასევე შეიქმნა მოგეხსენებათ უსაფრთხოების აკადემია და ამ წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიპლომატიის აკადემიაც თავისი უწყებრივი დაქვემდებარებით წარმატებით უზრუნველყოფს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას. მე მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაგაბაჯორიშვილს და მთლიანად სამინისტროს დახვეწილი კონცეფციის მომზადებისთვის მომავალი წლის სექტემბრიდან უკვე დიპლომატიის აკადემია ავტორიზაციის გავლის შემდეგ წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი ამოცანაა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის. სპორტის თემა შევეხები. საქართველოს წარმატებით უმასპინძლა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს და ყველა აღნიშნა ჩვენმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით იყო ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოში. რისთვისაც მადლობა მინდა გადაუხადო სპორტის სამინისტროს ბატონ მინისტრს, ბატონ შალვა გოგოლაძეს, ასევე მადლობა გადაუხადო საქართველოს ძიუდოს ფედერაციას. თითეული მათგანის ჩართულობა იყო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი სტანდარტის დაცვისთვის. და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მივახციეთ ისტორიაში საუკეთესო შედეგს ამ ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს медаლი, 2 ვერცხლის медаლი, 1 ბრინჯაოს медаლი. ეს არის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც კი ჩვენს ქვეყანას მიუღწევია ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე და რა თქმა უნდა, თითოეულ სპორტსმენს, მათ მწვრთნელებს მთლიანად გუნდის შემადგენლობას უნდა გადაუხადოთ განსაკუთრებული მადლობა ამ უპრეცედენტო წარმატებისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ 2029 წელს უმასპინძლებთ ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია საერთაშორისო ფედერაციის მიერ, აქაც სპორტის მინისტრს მინდა გადაუხადო მადლობა მისი ძალისხმევისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს სტანდარტებით ჩატარება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2029 წელს სომხეთთან ერთად საქართველოს უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას 20 ლამდელებს შორის, რაც არის ძალიან პრესტიჟული ტურნირი და რა თქმა უნდა, საქართველოს ყველანაირად მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვისაც. და რადგან სპორტზე ვსაუბრობთ, ვისარგებლებ შემთხვევით და ხვიჩა კვარაცხელიას მივულოცავ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას ზედიზედ მეორედ. და აქ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ეს, რომ მისი როლი იყო მისი წვლილი ყველაზე დიდი იყო ფინალში გასვლაში, რაც განსაკუთრებით გვახარებს და რაც არის ჩვენი სიამაღლის განსაკუთრებული საგანი. შევეხები ეკონომიკის თემას. მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10.7%-ით, გვაქვს ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის. პირველი კვარტალის მონაცემებით საშუალოდ ეკონომიკა გაიზარდა 9.1%-ით და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია კრიზისის ფონზე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში, გვაქვს ახალი ურთულეს კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, რაც აისახება ბუნებრივია ჩვენს ქვეყანაზეც, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით, თუმცა ამ კრიზისის მიუხედავად და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად ჩვენ მოახერხეთ და შევინარჩუნეთ ზრდის მაღალი ტემპი. ერთ-ერთი მიზეზი ამას ალგე ხასკესმით აღნიშნავ არის ის, რომ ჩვენ წარმატებით დავიწყებთ შარშან ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რაც აისახა პირდაპირ ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე, როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ ეკონომიკური ზრდა იყო 7.9% და წელს პირველი კვარტალის მონაცემებით გვაქვს გაუმჯობესებული შედეგები. და მან მოგცა ბუნებრივია კონკრეტული ხელშესახები შედეგების სხვადასხვა მიმართულებით, როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რისთვისაც რა თქმა უნდა მთავრობა მომავალშიც ძალისხმევას არ დაიშურებს. ასევე ამ დადებითი ტენდენციების ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებით აპრილის თვეში სავალუტო რეზერვები შეავსო 150.2 მილიონი დოლარით. შესაბამისად რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ ნიშნულს 6.57 მილიარდ დოლარს. ლარის კურსი ინარჩუნებს სტაბილურობას. ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადაუხადოთ მთლიანად ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი,
ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებლები, შეავსოთ დამატებით ჩვენი სავალუტო რეზერვები, ამისათვის გაკეთდება ბუნებრივია მაქსიმუმი. ეს არის რაც მინდა დამეთქვა, გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე.